ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთის მხრივ მიმართული არის იმისკენ, რომ მიუხედავად რომ წავალ მხოლოდ მე კი არ წავიდე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც არსებობს დღეს ამ ქვეყანაში. ამავე დროს ჩემი სურვილი არის და ეს არის რაც ახლა დავიწყეთ, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც არის შემცირებული, შემჭიდროვებული, შეიდგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომელიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად. ამ კუთხით შევხვდი მაგალითად დიპლომატებს და დიპლომატიური ერთგვარი კლუბი შევქმნით. ეხლა დღეს მედია მენეჯერებთან და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ესა, რომ ჩვენ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში და იმ მომენტში, როცა არის მასზე ძალიან დიდი წნეხი, იმიტომ რომ ყველა დიქტატურული რეჟიმი, რომელიც ცდილობს რომ გამყარდეს, პირველი მისი სამიზნე ორი არის. ერთი არის საზოგადოება, მეორე არის მედია. ორივე ერთმანეთს ცხადი არის მხარს უჭერენ და სიტყვის თავისუფლება არის საზოგადოებაში პირველ რიგში, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიას მიერ. ამიტომ მე წავიღებ მათ გზავნილებს, სწორედ როგორც საწყისი ეტაპი წავიღებ მუნხენში, მაგრამ ეს ამით არ თავდება, ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზიამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, იმიტომ ის გახდა სიმბოლო ამ სიტყვის თავისუფლების, ამ წნეხის, რომელიც პირველ რიგში ვრცელდება რეგიონალურ მედიაზე, იმიტომ რომ ალბათ ეს რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონალურ მედია არის უფრო სუსტი და იქ შეიძლება უფრო დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება, ჩვენ ერთად ვიქნებით და მე ყველას როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას ერთად დავიცავ.